მოგესალმებით უბრალოდ ემაყურებელობა რახან პარასკევს საღამოა და არის საღამოს 11-ის ნახევარი ეთერშია როგორც ყოველთვის გადაცემა რომელსაც ქვია აკადემიური თვალსაჩინო ჩვენ ამ გადაცემის წამყვანები ბატონი გიანდრეშვილი და ზალ ნებსაძე გახლავართ და ჩვენ გადაცემას ვიწყებთ და ეს არის ბოლო გადაცემა ამ წელიწადში ბატონო გია ამ ტელევიზიით და ვიწყებთ იგივე საკითხით, რომელიც საკითხითაც დავამთავრეთ წინა გადაცემა. ესე იგი, ყმადაღებული დაავადება, რომელიც უნდა შემოიჭრას როგორც განსაზღვრეს თარიღი დაახლოებით 13 წლის მერე მთელ მსოფლიოში, რომელსაც ქვია SPARS-ი და რომელიც ძალიან ბევრ ცუდ შედეგებს ითვალისწინებს და ჩვენ ვისაუბრეთ ამ დაავადების გარკვეული, ასე ვთქვათ, მიმდინარეობის შესახებ, როგორც ის განვითარდება ჩვენს ქვეყანაში და დღეს უნდა ვისაუბროთ ახლა ამის დამცავი მექანიზმების შესახებ. ბატონო გია, აი ჩვენ ახლა მე წინა გადაცემაში ვახსენებ ქალბატონ ჟინვერი ხარსელაძის წიგნი, რომელიც თქვენ მოგეძღვნათ და ამ წიგნში თქვენ მაშინაც უთხარით ჩვენს ტელემაყურებელს, რომ თქვენ ზუსტად გამოიცანეთ ამ ესე იგი კოვიდის შემოსვლის პერიოდი, რეცეპტიც მოგვეცით კითხვებს კოვიდისადმი და როგორც შევხედეთ თქვენი პროგნოზი გამართლდა. ეხლა მსოფლიო უკვე კოვიდის შემდგომ პერიოდში ცხოვრობს და აგერ უცებ გაგვახარეს ახალი ცნობით, რომ შემოიჭრება და თარიღიც კი გამოინგარიშეს, თუ არსებობს არის 2025 წლის 21 მარტი, როცა ეს შემოიჭრება და გათვლილია დაახლოებით რომ 1 მილიარდი კაცი დაავადეს ამ ავადმყოფობით. აი ეხლა რაც ჩვენ ეს ინფორმაცია მის თუ ერთი კვირა გავიდა ჩვენს მაყურებელს ძალიან მაინტერესებს აი თქვენ თუ გაქვს რამე ახალი ასე რომ ვთქვათ ჩანაფიქრი ამ გზაზე როგორ გავაჩეროთ ეს საშინელება ისევ ჯერ ერთი მე არ მეშინია ამ დაავადების როგორც კოვიდის არ მეშინოდა და თავარია ამ შემთხვევაში აი ეს აცრები რომელიც კოვიდის დროს კეთდებოდა რომ თქვენ აცრებისაც დაგჭირეთ მე ვიცი რომ ნიუიორკის ხელსაბამით არჩენდით ხალხს ნუ ეს ჩემი მოგონილი არის ბებიაჩემა სკოლაში რო დავდიოდი და იქ გარშემო გრიპით იყვნენ და ხომ არ თასო გიყვას ეს ხონდა დირი კი იმიტომ რომ ბუნებაში არსებობს უამრავი ესე თქვათ რაღაც გარკვეული საშუალებები რომელსაც აქვს სერიოზული თავისი ნებისმიერ წამასჯობი აუცილებლად ნუ ისევ გომეოპათია თუ გადავხედეთ რის განკეთდება გომეოპათიური წამლები გამოდის რომ სულ ყველაფერი რაც ჩვენს გარშემო არის წამალია გააჩნია დოზირებას დიდი რაოდენობით ეს იწვევს დაავადებას აი ეს მინიმალურ რაოდენობით ესე ვთქვათ კვანტური დონის რაოდენობით კურნავს მაგრამ რატომ კურნავს რა ირთება რა უნდა ჩაერთოს ორგანიზმში აი არარეალური დოზა ხო 2 მილიონ ხარისხში ეს ვაფშე რა ეს არ არის კიდე ზღვარი არ არის კი მაგრამ რა არის ეს როდესაც ატომი ზომა არის 10-10 ხარისხში კი ბატონო და ატომს ვერ ხედავთ და ნუ დღეს უკვე რაღაც გარკვეული საშუალება არსებობს რომელიც ატომს ხედავს მაგრამ აი თქვათ იმ ელექტრონს ის უფრო პატარა არის ატომზე იმას ვერ ხედავენ და ელექტრონის გარდა კიდე უამრავი ნაწილაკი რომელიც თავის ფუნქციას ასრულებენ და ნუ ახლა მოდაში არის ესეთი სიტყვა რომელსაც ქვია სპინ და ეს სპინი არ არის რეალურია ერთი მხრიდან იმიტომ რომ ვერ ხედავენ მაგას მაგრამ ცდებში მეხნა რომ რაღაცა გარკვეული ძალა არსებობს რომელიც რაღაც თავის თავზე იმდენად პატარა და საყვარელია რომ არ ჩანს მაგრამ თავის თავზე იყოს სასწაულ დატვირთვას რომელიც მე ასრულებს და აი ეს სპინი ზოგადად ეს არის ისეთი კომპონენტი ატომის რომელსაც შედევს სასწაული ინფორმაცია თქვენ ახლა თქვენი სახლის პირობებით რომელიც სახში გაქვთ შეგიძლიათ მართოთ ეს სპინი მარტო ამ სპინით ხმარობ და ამ სპინით მუშაობ რამდენი ხანია ნუ მე 40 წელიწადი ამ თემაზე მუშაობ იცით ეს ალბათ უცნაური მაგრამ ესე იგი სპინის არსებობა
იცოდით როცა მასაკეთებ თუ მე მოვიდეს. სიტყვა სპინი დიდი ხნის ხო მაგვა დიდი ხანი არ არის სპინი რო ვთქვი. არა, არსებობს სპინი ალბათ, 50 წლებში, 60 წლებში უკვე ეს სიტყვა იყო. უფრო ადრე და მე არ ვიცოდი, თვითონ ეს ჩემი თქვათ სამსახური, ჩემი პროფესია, როდესაც დავაინტერესდი რის საშუალებით რა პროცესია, რა იცვლება ორგანიზმში და დავიწყე ამის ზევნა, მივედი ფიზიკაში. ამ უჩინარ ნაწილაკზე, სპინზე, რომელიც ატარებს წელ ქვეყანას. ეგ არის ის კომპონენტი, რომელიც აკავშირებს ყველაფერს ერთმანეთში და არა მარტო აკავშირებს, ისეთ ინფორმაციას ფლობს მთელ სამყაროზე. ანუ ღვთითმოვლენილი ნაწილაკი ესე რომ ვთქვათ. ადამიანთა გადასარჩენად. კი. და აი ამ ნაწილაკის საშუალებით შეიძლება შეცვალო რაღაც გარკვეული, ესე ვთქვათ, გენეტიური ინფორმაცია. ამ სპინის საშუალებით შეიძლება შავი ზღვა გაასუფთავო მომავალში. აუცილებლად. გადაარჩინო ადამიანები კოვიდისგან, 1000 სხვა დაავადებისგან. აუცილებლად. დაამარცხო ის ხალხი, რომელიც დგას ახლა ახალი დაავადების სპარსის უკან და 1 მილიარდ ადამიანს ასე ვთქვათ, უპირებენ მოწამლას ამ ახალი დაავადებით. ამ სპინის საშუალებით ჭკვიანი ადამიანის ხელში და წესიერი ქრისტიანი ადამიანის ხელში მოხვედრით შეიძლება ყველაფერი გადარჩენა. აქედან გამომდინარე, ეს გზა გასავლელია, მეც უნდა გავიარო და ალბათ სვები, მეცნიერების უნდა გაიარონ, მაგრამ ფაქტი რომ ეს საშუალება არსებობს. მე ერთ-ერთ გადაცემაში ვთქვი, რომ არსებობს ისეთი დაავადება, რომელიც ითვლება, რომ არ ინკურნება, ეს არის კუნთების ატროფია. და მაგის წამალი არ არსებობს, არც მეთოდიკა არ არსებობს, ვითომ ახლა რაღაცა მოეღონეს, მაგრამ ისიც თურმე არ მუშაობს, მაგრამ აი ამ პრინციპის სპინის საშუალებით შეიძლება ეს დაავადებაც გაინკურნოს. იგივე როგორც სხვათა შორის კიბო. მე ისიც რომ მქონდეს საშუალება ლაბორატორიის, როგორც აი თქვა შავი ზღვის აღდგენა, მაგას სჭირდება რაღაცა დიდი გზის გავლა, რომ შეადარო როგორ მოქმედებს თქვა სხვადასხვა გაზოება, რომელ შრეზე რა ფუნქციას ასრულებს. იგივე არის უჯრედი, ხო, ეს არის ავანტყოფი უჯრედი, რომელშიც შეიცვალა რაღაც გარკვეული, ესე ვთქვათ, დადებული გენეტიურად აზრი და ინფორმაცია. და ეს ინფორმაცია იწვევს მერე თქვათ აი ამ უჯრედის გამრავლებას დიდი რაოდენობით, რომელიც გადაიზევ რაღაც გარკვეულ სიმსივნეში. და შეიძლება ეს ინფორმაცია წაიკითხოს ზოგადად, მივიღოთ, როგორც მე ახლა ამ წინა გადაცემაში ვთქვი, სხივის ძალა წყალში, იგივე თქვათ აი ამ უჯრედის ინფორმაცია, რომელიც დაერგვა, ესეც აუტოიმუნური პროცესია, ორგანიზმი ვერ ერევა მაგას, იმიტომ რომ არ ყოფნის ესე ვთქვათ ცოდნა, მაგრამ ცოდნა შეიძლება მივაწოდოთ. გასაგებია. შეიძლება ლაბორატორია რო ვთქვათ ამისთვის. ეხლა ერთი წამლის გაკეთება აი ამ სულ ყველა შემთხვევაში ძალიან რთული იქნება, რო ვთქვათ ერთი წამალი გამოუშვათ და სულ ყველა შემთხვევაში სულ ყველა ესე ვთქვათ სიმსივნეზე იმოქმედოს. მაგრამ ინდივიდუალურად შეიძლება გაკეთდეს ნებისმიერ სიმსივნეზე ინდივიდუალური წამალი. იცით მაგის გაკეთება ეხლა არა ლაბორატორიით, მე დღესაც შემიძლია არა, ლაბორატორია იქნება, ჩვენ უნდა შევხვდეთ დაუსრულოთ ხელისუფლების გარკვეული პირებს და ამის შესახებ დაუსვათ საკითხი პირდაპირ, რომ თუ არა და არსებობს სხვა ქვეყნები მაშინ და გავხდიან იძულებულს რომ ვიღაცა სხვა ქვეყანას მიმართოთ და სხვამ გააკეთოს, ეს ჩვენ ზიადრე. ჩვენ გვინდა საქართველოს დაიწყოს, იმიტომ რომ საქართველოს აკისრია ძალიან ბევრი მისია და ერთ-ერთი მთავარი მისია რაც აკისრია საქართველოს და ქართველებს არის მსოფლიოს გადარჩენა. ამისთვის არის ესერი მოვლენილი და იმიტომ გადარჩა ესერი ამდენ უბედურებს ჩვენ და მაინც დღას ფეხს. ეს მარტო ჩვენი მისია არ არის, ეს არის ადამიანების მისია მთელ დედამიწაზე. პირველ რიგში ალბათ უნდა გადახედონ ისევ სოფლის მეურნეობას, რას ხმარობენ და რა რაოდენობით ხმარობენ ნიადაგში, რა შხამს უშვებენ და რითი იყრის ყველაფერი თავს საბოლოო ჯამში ქვეყნის განადგურებას. რას გამოიწევს ეს საბოლოოდ? მე აი ხა ამ შემთხვევაში ვამბობ მარტო სოფლის მეურნეობას, მაგრამ უამრავი მსგავსი რაღაცა ეხლა ჩვენ საქართველოს გარეთ არავინ გითხავს დღეს
და ვერც ჩავერევით. ღმერთ მაქნას რომ საქართველოს შიგნით პროცესები ხდება, იმას ჩაერევ ისინი ვისაც ეკუთვნის. რა თქმა უნდა, თქვენი მითიდებებითა და თქვენი რეკომენდაციებით ეს მაქვს მხედველობაში. იმიტომ როცა ხავს ასეთი მეცნიერი, რომელსაც რამდენიმე ქვეყანა ებღაუჭება და მე რამდენიმე საუბარი მომისმენია, თქვენი სატელეფონო საუბარი რა თქმა უნდა ღიად სხვადასხვა ხელის წარმომადგენლებთან, რომელიც პირდაპირ ამბობენ, რომ ჩამოდი იმუშავე ჩვენთან. აი დღესაც მიიღე ინფორმაცია და თხოვენ რომ მე ჩემი პროდუქტი გადაუგზავნო, მაგათ რომ რაღაც გარკვეული პროცესი გაიარონ და გამოიყენონ, რაღაც გარკვეული. აგერ ჩვენ არაბეთს ერთ-ერთი სახელმწიფოდან ჩვენ ღიად ერთ წავიდით ინფორმაცია. ხვალას დილით ისევ ის მეორედ იქნება ჩემი ლაპარაკი ინდოელ სპეციალისტთან. ვიცი თქვენ კი ინდოელ შეხვედრისას, კი ბატონო. აი ამ არეულობის გამო რამდენიმე კაცი ჩამოსვლას აპირებდნენ არ ჩამოვიდნენ, მაგრამ ეს მე მგონი ყველაფერი დამთავრდება ახლომობაში და ისინი ჩამოვლენ ეშინიათ ჩამოსვლა მე კი ვეუბნები, ნუ გეშინიათ არაფერი ისეთი არ მოხდება, მაგრამ მაინც უყურებენ ტელევიზორს იქ საზოგადოება და შეშინებულები არიან. მაგრამ ნუ ყველაზე გესულაფერი დამთავრდება, დადებითად მე დარწმუნებული ვარ. შვიდობიანად პირველი შემთხვევაა. და ის ხალხი ჩამოვა და ალბათ თქვენს იქნებით იმ შეხვედრებზე და დავილაპარაკებთ და ნახოთ რას მოიტანს ეს ჩვენი თქვათ შეხვედრები. მაგრამ ჯობია ჯერ ჩვენებს შეხვდეთ. აქ გინდა კერძო პირებს, გინდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომელიც ჩაერთვენ ამ საქმეში, თორემ ინდოელი ყველაფერს გამოიყენებს ჯერ თავის ქვეყნის სასარგებლოდ და მერე დანარჩენს არგებს და ჩვენ ჯერ ჩვენთვის გვინდა. ერთი დიდი უბედურობა არის ისეთ სამწუხაროდ ნებისმიერი ბიზნესმენი ფიქრობს მარტო ფულზე. ფულზე ხო? აგრობიზნესმა დაღუპა შავი ზღვა. კი და შემთხვევაში. მაგრამ ამავე დროს უშვებენ ამ ქიმიურ საშუალებებს. იმიტომ რომ თვითონაც ალბათ იციან საბოლოოდ ეს რა გამოიწევს, მაგრამ ადამიანობა, რაღაც გარკვეული რაოდენობა არ ჩერდება და მაინც აი ამ დაბინძურების პროცესს აძლიერებს, ხო. და ისევ იქ მივდივართ, რომ ამ პიროვნებას რის საშუალება აქვს, რომ მე აი ამ პრობლემებს დაემალოს. სხვა პლანეტაზე ხო არ გადავა საცხოვრებლად, დარჩება აქ და ეს ამას ვერ გაიქცევა ერთ-ერთი ადამიანი, ერთ-ერთი ქვეყანა. ეს პროცესი თუ დაიწყო, ისეთი საოცრად დაიწყო, მე მისი გაჩერება აღარ შეიძლება. ვერ შეძლებს ადამიანობა. ძალიან ცუდი პროგნოზია, მაგრამ მე მიტოვთ წინა გადაცემაში თქვი, რომ ძალიან მეშინია თქვენი პროგნოზების. აი კოვიდის შემდეგ როცა თქვენი ერთ-ერთი წინასწარმეტყველეთ მისი მოსვლა, მისი დამანგრეველი შედეგები და აი დღემდე გაკვირვებული ვარ. ეხლა როცა თქვენ უკვე ამ სპარსის შესახებ საუბრობთ, მიატკეცდება ამის შეფოთება. ისევ რაღაცა გარკვეული რაოდენობის ადამიანებს გონიათ, რომ ამ თქვათ ისე თქვათ მიმართულებით გადარჩენ თავის თავს. ვერან ვერ გადარჩენ. დარწმუნებული ვერ გადარჩენ. ჯერ ერთი დავიწყოთ იქიდან, რომ არაფერი ამ ბუნებაში არ გადის ისე, რომ არ დატოვოს თავისი კვალი. და რადგან ეს კვალი დარჩება, ის აუცილებლად რაღაც გარკვეულ დონემდე გადაედება სხვადასხვა უჯრედებზე, ისე თქვა და იმიტომ ეს პირდაპირ ტვინზე მოქმედებს ეს სპარსიო კაცო. ბევრ რაღაცაზე იმოქმედებს ძალიან ცუდად. კი, მაგრამ ის ვინც გამოიგონა ეს დაავადება, ეს თქვა ადამიანმა დავარქვათ ესე შიში არ აქვს, რომ მაგასაც შეხვდება იგივე. ამ დროს ბატონო, რაღაც უნდა კითხოს, სულ მინდა ამ კითხვის დასმა და ვერ მოახერხა ახლა ამ წლის ბოლომდე დავსვამ შეკითხვას. აი, ბევრი ლაპარაკობდა, რომ კოვიდის გავრცელება ხდებოდა ღამურების საშუალებით. იგივე საუბარი მიდის ამ ღამურებზე, ეხლა როცა მეორე ასე ვთქვათ სპარსია უკვე ზღურბზე. და რა თქმა უნდა, ვინც მართლა ღამურები არიან ამის
ნუ ესეთი ერთ-ერთი მე არ ვიცი ნამდვილად, მაგრამ ერთ-ერთი ვერსია არსებობს, ხო, ვერსია არის კი. კი, რომ ღამურების საშუალებით ეს გადაედო რაღაც გარკვეულ, თქვათ, ესე გეოგრაფიულ ადგილას, რომელიც მე გადაედო ჯაჭვით სხვა რეგიონებში, მაგრამ ფაქტია, რომ სადღაც უნდა წარმოიქმნას ეს. წარმოიქმნას რა საშუალებით ეს ვირუსი, ვიღაცა უნდა იყოს მაგის მატარებელი. ხო, ცარი ადგილს ხوار კი. მატარებელი ამ ვირუსის, რომელიც რომ მოხდება რაღაც, ნუ თქვათ, ქალაქში ან თქვათ სახელმწიფოში, სანამ გამრავლდება, იქ უნდა მოხდეს რეალურად. და ნუ მაინც ახლა დღევანდელ დღეს არსებობს უამრავი, თქვათ, კამერები, რომელიც სულ უყურებენ რა ხდება გარშემო, ხელით მაგას ვერ შეიტან, ეშინიათ, ჯიბით ვერ შეიტანა და ღამურა შეუშვან რეალურია, რომელიც უკვე დავადებული ამ დავადებით და ეს გენეტიურად გადაედება სხვა ცოცხალ. თავის დროზე ახლა მიდან რა ქვია, ჩინეთთან თორცებ ხო ჩინა აბრეშუმი შემოიტანეს ტროსტებს რო უძახენ ხელჯოხებით. უხდლებმა კათოლიკებმა ევროპაში. ისე არ ქონდათ მისი და მე გავწერეთ მსოფლიოში და ახლა ღამურას გააფრენდა შემოა ჩვეულებრივ ერთი ადგილი და მე ეს ერთ-ერთი ვერსიაში ისეთ აქ შეიძლება უბრალოდ ალბათ ჩემი აზრით არა მარტო ღამურებით უბრალოდ ცოტა წყალი რო შემოიტანა რომელსაც შიგნით ექნება ეს ინფორმაცია ამ გრიპის და ჩაასხა ნუ თქვათ რაღაც გარკვეულ მდინარეში და ეს წყალი და ეს ვირუსი გამრავლდეს და იმ წყალს ნუ დალევს ზოგადად ცხოველი ან თქვათ ჩიტი და ეს საკმარისია რომ ეს ვირუსი გამრავლდეს გამრავლდება და აუცილებლად გადაედება სულ ყველა იმ თქვათ პანდემიაც მე როგორც იქცა აუცილებლად და ისევ აი ამ აცრებთან მოვდივართ იცით მე წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი აცრის იმიტომ რომ ნებისმიერი აცრა ორგანიზმში კლავს დამცავ მექანიზმებს. როდესაც ორგანიზმს არ ჭირდება ბრძოლა, ის კარგავს რაღაც გარკვეულ. მაშინ რა ვქნათ რომ აცრების გარეშე როცა შემოდის? აი უნდა გაკეთდეს ესე ვთქვათ კვანტური მექანიკის საშუალებით რაღაც გარკვეული ნივთიერებები, რომელსაც შიგნით ექნება ინფორმაცია აი ამ კონკრეტულ ვირუსზე და ადამიანი просто რომ წაისვას ხელზე ან თქვალი დალევს ეს წყალი საკმარისი იქნება რომ ეს ვირუსი ეს მე დარწმუნებული თქვენ რეცეპტი გაქვთ ახლა სპარსის საწინააღმდეგო როგორც ხონდათ ხო და მაშინ ასე დაველოდოთ ამას ყველაფერს ახლა როგორ მოვიქცეთ ჩვენ პროფილაქტიკა როგორ გავაკეთოთ მანამდე ალბათ პროფილაქტიკა ერთ-ერთი მარტო ალბათ იმუნიტეტის გაძლიერება იმიტომ რომ ნებისმიერი ვირუსი ჩვენ ვირუსებს ისაც ალბათ სულ რაღაცა რაოდენობით ვღებულობთ ორგანიზმში სხვადასხვა საშუალებით. ჩვენ რომელი გადაცემას შეგვიძლია იმ საპროფილაქტიკო პროფილაქტიკის საწინააღმდეგო აი წყალი იქნება თუ რა იქნება შევთავაზოთ ჩვენ მაყურებელს და ნუ ალბათ ჩვენ დავლიოთ პირველად. არა. დალევით ჩვენ კი დავლიოთ, მაგრამ ალბათ მაგის გაკეთება არ შეიძლება, იმიტომ რომ არასწორად კიდევაც რო გაკეთეს ეს პროცესი ზოგადად სულ პატარა დარღვევით ის აღარ იმოქმედებს და ვიღაცა თვილა დროს დაკარგავს და ეს ვირუსი გამრავლდება და გამოიწვევს უამრავ პრობლემას. არ მაგის შესწავლა არ შეიძლება. აი თქო რომ ეს რეცეპტი მაშინ წიგნის საშუალებით. კი, მაგრამ ეს რეცეპტია. იქ კონკრეტულად წამლები გომეოპათიური წამალი არსებობს, რომელსაც შეიძლება იყიდო აფთიაქებში. ახლა დღეს საქართველოში უამრავი გომეოპათიური საშუალებები იყიდება ბევრ აფთიაქში, უბრალოდ ადამიანობა არც იცის რომ ეს გომეოპათიურია. იმიტომ რომ სხვადასხვა დასახელება აქვს, მაგრამ აქ მთავარია შემადგენლობა. ჩემთან ძალიან ბევრი პაციენტი მოდის და მოაქვს ეს გომეოპათიური წამალი, რომელსაც არც იციან გომეოპათიური თუ არა და მე რო გადავხედავ თქვათ შემადგენლობას, ვხვდები რომ ეს არის გომეოპათიური. მაგრამ იქ კონკრეტულად რაღაც გარკვეული რაოდენობა არის წამლების და რომელსაც საბოლოოდ რაღაც გარკვეულ დაავადებას კურნავენ. ეს ამას ლექცია ვერ უშველის და ვერ ტელელექცია და ვერ ჩაოლუერთ ამას. უნდა ესე იგი მისვლე ექიმთან. სპეციალისტებს თუ წაუკითხავ, რომელიც ღმერთმა ქნას ეს პრობლემა არ წარმოექნას
ესე ვთქვათ გლობალურად, რომელიც ეცოდინებათ რა უნდა გააკეთო, რომ უმკურნალო ხალხს. გასაგები. მარტო სპეციალისტებს. ჯერ ერთი თვითონ ეს ვირუსია თუ სხვა ვირუსი იქნება, ისევ სპეციალისტი ჭირდება. შეიძლება ადამიანს ამ დროს ვირუსი ერეს და სულ სხვა დაავადება აქვს და დაიწყებს თქვა ამ წამლის გაკეთება და რომელიც შედეგს საერთოდ არ მისცემს. ეგ უნდა ნახოს სპეციალისტმა და თქვას ეს ვირუსული დაავადება თუ საშინელება იყო ხო მაგალითად კარგად მახსოვს ეს კოვიდის არა იმიტომ რომ მე გადავიტანე ჩემ ოჯახს წერმას. ესე იგი ერთი ყაზარმასავით იყო ქვეყანა ის ებრძოდა დიდ და პატარა ებრძოდა კოვიდს. ძალიან კარგად მახსოვს. ეცეთ რა ვქნათ, არსებობს რაღაცა გარკვეული ნორმები, რომელსაც კანონები, რომელსაც ასრულებენ და იმდენი არა მარტო ამ კოვიდთან დაკავშირებული საშუალება აქვს ადამიანობას, რომ მიაქციოს რაღაცა გარკვეული დადებით შედეგს, ეს მარტო იმ თემაზე კი არ ლაპარაკი, რასაც დღეს ჩვენ ვილაპარაკეთ. ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს ხალხი, ვისაც აქვს რაღაც გარკვეული იდეები, რომელსაც აქვს საბოლოოდ საშუალება, რომ გადაარჩინოს ადამიანობა. მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით ალბათ კეთდება რაღაცეები დადებითად, მაგრამ ჯერჯერობით მაგის ვერ ხედავ. და იგივე თქვათ სოფლის მეურნეობაში რასაც ხდება. ამის წინათ თქვენ კარგად იცით და მთელი საქართველო იცის ფაროსანას გამრავლების დროს მიასხეს რაღაცა გარკვეული შხამი ფაროსანას საწინააღმდეგოდ და გაანადგურეს ფუტკრებს. ხო? და არა მარტო ფუტკრებს, ნუ მე ამის წინათ თქვი რომ მთელ დედამიწაზე 60% მარტო ფრინველი მოკდა უკვე. იცით კალიები მოკდა. რაოდენობა და ამ დროს კი ეს რაღაცა მავნე პროცესს ასრულებდა, მაგრამ ამავე დროს დადებით პროცესსაც ასრულებდა. იმიტომ რომ ის საბოლოოდ მარტო თავისი, ესე ვთქვათ, მოძრაობით, თავისი გადაფრენით იქით-აქეთ მიქონდა თქვათ იქ მტვერი სცენარის და ეს იძლეოდა საშუალებას რომ სცენარები გაზრიყვნენ სწორად და გენი რო ქონდა. მრავალფეროვანი ყოფილიყო საერთოდ ბუნება, რა თქმა უნდა. და ეს დაირღვა. ეგ დაირღვა და ჩვენ კიდე ამაზე მეც თუ თქვათ გავანადგურებს უყოფერი ისე თქვათ ცოცხალი არსებობა, რომელიც დედამიწაზე ვითომ ტყუილად არის, ამ დროს ტყუილად არაფერი არ არის, სულ ყველაფერს თავისი მისია აქვს და იგივე თქვათ ჭანჭველა ჩვენ რომ მოვკლათ ის უამრავი პრობლემა შეიქმნება, ისაც დაიკლო მთელ დედამიწაზე, აი ამ ქიმიის საშუალებით ყველაფერმა დაიკლო აბსოლუტურად, მაგრამ კიდე კაი რაღაცა რაოდენობა არსებობს, იმიტომ რომ ეს ჯაჭვია ერთმანეთთან დაკავშირებული ერთი ფრაგმენტი რო თქვათ გამოვა წყობიდან, ეს გადაედო მთლიანად სულ ყველაფერს და ამის გაკეთება არ შეიძლება. ჩვენ ახლა ვლაპარაკობდით, რომ შეიძლება თუ არა თქვათ მივცეთ ინფორმაცია, როგორ უნდა გაკეთდეს სამალი გრიპის საწინააღმდეგოდ, ამ ვირუსის საწინააღმდეგოდ. ნუ როგორც თქვათ, იგივე თქვათ სამალი ნიადაგისთვის არ შეიძლება რომ სულ ყველას მისცე, იმიტომ რომ არასწორად თქვათ ესე მაგის დამზადება გამოიწვევს უკუ პროცესს. შეიძლება ერთმა წამალმა ერთს მორგოს და მეორეს აწყინოს კიდე ახლა. აუცილებლად. აუცილებლად, ნუ აი იგივე თქვათ ჩემ ცდებში მე უამრავი ცდამაზე გაკეთებული და ვხედავ ხო, აი ერთი აი ჩვენ თქვით რომ მზის სხივი შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა, მაგრამ ეს პროცესი უნდა იყოს რაღაც გარკვეული ზუსტად შესრულებული. თუ არასწორად ეს პროცესი შეასრულეს, არავითარ ძალა არ იქნება ამ წყალს. და ეს ამას სულ ყველაფერს სჭირდება რაღაც გარკვეული ცოდნა და ინფორმაცია. თორე უამრავ რაღაცებს შეიძლება ადამიანს ასწავლა. ნუ სულ ყველაზე იოლია. გასაგები. ხო. ნიორი რო აიღონ და ნიორი შეჭამოს და პროცესი დადებით. ნამდვილად. იმიტომ რომ ნიორი უამრავ რაღაცა ბაქტერიებს კლავს. კი ბატონო. ბატონო, ეხლა მე უკვე ჩვენ ახალი წლებისთვის ვემზადებით მთელი საქართველო და არ მინდა ასეთი იმით აი საშინელი მით რაც ჩვენ ვისაუბრეთ ახლა დღეს, ეს არის ძალიან ცუდი მომავალი. მაგრამ მინდა რომ ოპტიმისტურად დავამთავრო ჩვენი დღევანდელი გადაცემა ახალი წლების წინ. მინდა მიულოცო ჯერ იმ ხალხს, რომელი ხალხიც
ჩვენს გარშემო ტრიალებს გამარგით ქართველებო, ყველაფერი კარგად იქნება. მინდა რომ მოგილოცოთ ახალი წელი ჩვენ ტელევიზიის სახელით და უკეთეს ახალი წელი გისურვებთ. პირველ რიგში სულას უნდა გქონდეს იმუნიტეტი გაძლიერებული, რომ ეს ზოგადად ვირუსი ვერ შევიდეს ორგანიზმში და არ იყოს თქვათ იმუნიტეტით განადგურებული. აქედან გამომდინარე ეს ეხება კვებასაც და ფსიქიკურ მდგომარეობასაც. კი ბატონო. თუ ადამიანი შინაგანად ძლიერია, არც ერთი ვირუსი აღარ ეშინა. სულიერად იყოს თავარი და ღმერთმა მოგმანდლოთ. სულიერი სიმშვიდე, სულიერი ძლიერება, დაგლოცოთ უფალმა და უფლის სიყვარულში გაგევლოთ მთელი და ასე ვთქვათ მომავალი 2025 წელი. დიდი მადლობა, ბატონო. კარგად ბრძანდებოდეთ.